მოგესალმებით, მეგობრებო. Როგორ მუშაობს მარსი ჩვენს პირად რუკაში? ამაზე მინდა დღეს გესაუბროთ. ნიშნებში როგორ ავლენს თავს და სახლებში როგორ ავლენს თავს, ისევ როგორც წინა ციკლი მთვარის და ვენერასი ნაწილ-ნაწილ ჩაგეწერეთ. ახაც ვიცდები, რომ მსგავსად გესაუბროთ მარსზე. მარსზე ახლა მე მაგალითად როცა პირად რუკაში ვუყურებ, ხო, რას ვითვალისწინებ ამ ენერგიაზე, ხო? ვთქვათ, რას მეუბნება ის ადამიანზე. აი დღეს უფრო მინდა აგიხსნათ გამოცდილებიდან გამომდინარე და არა შაბლონურად რო წერია ხოლმე უბრალოდ მარსის ენერგია, ხო, როგორ ავლენს თავს. მარსი, მეგობრებო, ეს არის ჩვენი შინაგანი დრაივი, რო ვეძახით ხოლმე, შინაგანი აგრესია, შინაგანი ბრძოლის უნარიანობა. შინაგანი, ისე რომ ვთქვათ, რაღაც ისთვის ბრძოლა რო შეგვიძლია, ან თავის დაცვა რო შეგვიძლია, მარსი უხეში ენერგია არის, ცოტა აი უფრო თვითგადარჩენის ინსტინქტთან არის ხოლმე კავშირში და ხშირად როგორ უყურებ, იცით, რომ თუ არის დაზიანებული ხოლმე მარსი, ან ნეგატიური კვადრატები აქვს, ხო? აი აქ ის გაბედულება, ის სიმამაცე იკლებს და გადადის კონფლიქტში თითქოს ადამიანი უფრო მეტად და თუ არის ხოლმე ჰარმონიულად ასპექტირებული, ეს ნიშნავს, რომ ესეთი ადამიანი უფრო მოტივატორი არის სხვებისთვის, მაგალითად, მისი მოქმედება გათვლილი არის ყოველთვის, ხო, რაღაც ისეთ პრაგმატულ შედეგებს ემოდით, ესე ვთქვათ და ამის მიხედვით ვატყობთ რაზე უნდა იმუშაოს ადამიანმა პირად რუკაში მარსის შემთხვევაში. საერთოდ ესე არ ხდება, რომ მხოლოდ ჰარმონიული ასპექტები კონდეს რომელიმე პლანეტას ხშირად, თორე როგორ არ ხდება. უმეტესად არის ხოლმე რაღაც ასპექტები ჩართული ნეგატიურად, რაღაც პოზიტიურად და აქედან ვითვალისწინებთ, როგორ მუშაობს ეს პლანეტა ადამიანთან. ეხლა ერთი გადახვევა უნდა მოვახდინო. ესე იგი, აივანზე დავჯექი ვიდეოს შესაწერად გამოიტან ყვანეს ტრაქტორი, ისე ხმამაღლა. ბრუოდა, ესე რომ ვთქვათ, რომ ვერ ჩავწერე ვიდეო. გააჩუმდა ველოდი ამ ტრაქტორს, მოკლედ ბოლო-ბოლო გააჩერეს. მერე ჩავრთე ვიდეო, წამოვიდა ისეთი წემთან, ესე რომ ვყურებდი, რომ გათეთრდა ყველაფერი და მოკლედ ეს ვიდეო რო ჩამეწერა თქვენთვის ერთი 9-თავიანი დევი დავამარცხე, ესე რომ ვთქვათ, იმხელა წინააღმდეგობები მქონდა, მაგრამ მაინც ეხლა უკვე მოვეწყყვე. აქ და იმედია რომ რაღაც ისეთი აქ უკვე მშვიდობიანი გარემო მაქვს, ესე რომ ვთქვათ. და რა არის ახლა აქ მარსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი, როცა ვითვალისწინებთ, რომ თუ არის ხოლმე კაცის რუკაზე მაგალითად მარსი ან სუსტ მდებარეობას ვიძახით ხოლმე, როცა არა მარსიანულ ენერგიებთან არის, ხო, ეს პლანეტა მაგალითად ქალურ ნიშნებში, ესე რომ ვთქვათ, ან პასიურ ნიშნებში მაგალითად, ხო? აი მან შემოდის ცოტა კომპლექსებიც, მაგალითად, აი შინაგანი კომპლექსი შეიძლება ქონდეს ადამიანს, რომ ის ვერ ავლენს იმ დაცვით ფუნქციებს, მოდით ესე ვთქვათ, რომელიც მას უნდოდა, ხო? და ხშირად პირად რუკაში ვაკვირდები ხოლმე მარსიანულ ენერგიას, როგორც თითქოს კომპლექსი აქვს ადამიანს, რომ ის სუსტია და ის ვერ დაიცავს საკუთარ თავს, ან ვერ იცავს უბრალოდ საკუთარ თავს, ხომ? სხვადასხვა მიზეზის გამო და ეს არის აქ მნიშვნელოვანი, რომ გავაცნობიეროთ, აი თუნდაც ჩვენი პლანეტების ყურებით გავაცნობიეროთ რა არის აქ? უკაცრავად. ხო და აი მარსის მდებარეობით უყურებ ხოლმე სად აქვს ადამიანს აი ის თვითგადარჩენის ინსტინქტი, ან ძლიერად, ან პირიქით მორღვეული, ხო? ანუ პირდაპირ მან გავდივართ მარსიანულ ენერგიაზე, როცა მაგალითად ან და გავიქცეთ, ან და შევებრძოლოთ, ხო? ეს მარსის ენერგია არის ჩვენთან რუკაში. სხვათა შორის არის სექსუალური ენერგია, მარსი და პირველ რიგში ახლა აი ქალების შემთხვევაში ცოტა სხვანაირად მუშაობს, მაგალითად როგორი მამაკაცი მოეწონებოდა. სად რა სიტუაციაში, ახლა მარსს უყურებთ ხოლმე, რა სიტუაციაში შეიძლება მოეწონოს სექსუალურად პარტნიორი მაგალითად, ხო? ან რა დაიჭიროს პარტნიორში, ისეთი, რომელიც ამ თემებთან არის დაკავშირებული. მოკლედ და კაცის რუკაზე კიდევ ეს არის თვითონ სექსუალურ ენერგიას როგორ ავლენს მამაკაცი. იქ ვენერა უფრო მოწონება არის და უფრო ესთეტური მხარე არის კაცისთვის, მაგალითად, ხო, ქალთან, მაგრამ მარსი ეს არის მთავარი, როგორ შეიძლება მოიპოვოს საპირისპირო სქესთან ურთიერთობა, ხო, აი როგორ შეიძლება მოაწონოს თავი, ხო? ანუ ეს მარსიანული ენერგია როგორც წესი ამ თემებს მართავს, ვენერა და მარსი ერთად, მოკლედ ეს ლიბიდოს თემატიკის გარშემო ტრიალებს, ეს ისე რომ გითხრათ.
და თვითონ ნიშნებში უკვე როგორ ვლინდება, იცი და სახლში არის ძალიან მნიშვნელოვანი მარსი და ნიშნებში და ორივეს ვახსენებ ხოლმე და ვიღაცას თუ ყავთ მარსი მაგალითად ვერტში და მერვე სახლში. მე ის მორილზე და მერვე სახლზე ვილაპარაკებ, ესენი შეგიძლიათ სინქრონულად დააკავშიროთ ერთმანეთთან და ცოტა მიხვდეთ უფრო როგორ მუშაობს ეს სინთეზი. მაგალითად, მარსის ძლიერი მდებარეობები განსხვავდება სუსტი მდებარეობისგან, მაგრამ თავისი მინუსებიც აქვს ძლიერ მდებარეობას. მაგალითად, როცა არის მარსი ვერძის ზოდიაქოში, შეიძლება ესეთი ადამიანი იყოს გადამეტებულად აგრესიული და გადამეტებულად უხეში, ხო? ან შეიძლება იყოს ზედმეტად სპორტული, ან აი სულ მოძრაობა რო უნდა ადამიანს, სულ ხაც აქტივობის განხორციელება რო უნდა, ხო? და მე უკვე შეთავსების რუკას რო ვაკეთებთ, მანდაც ადრეც წინა ვიდეოებში გითხარით ვენერაზე, რო აი შეთავსებებში მაგას უყურებთ, რომ როგორ შეიძლება პარტნიორის ვენერა მეორე პარტნიორის ვენერასთან თანხვედრაში იყოს. ასე არის მარსიანული ენერგიაც, მეგობრებო. თუ არის ახლა მარსი მაგალითად კუროს ზოდიაქოში სიტყვაზე, ხო? აი შეიძლება მარსი ვერცთან ცოტა ისე იყოს, ხო? დესტრუქციულად, იმიტომ რომ ახლა აბსოლუტურად სხვანაირად ავლის. დაიჩაგროს მარსი კურო, მოდით ესე ვთქვათ, მარს ვერცთან. მაგრამ თუ არის საპირისპირო ენერგია, ახლა ქალი არის მაგალითად, ხო? აქ მარსი კურო, შეიძლება მარსი ვერძი მამაკაცი მისთვის რაღაც სტრესი იქნება, მაგრამ გარკვეულწილად მაინც ცოტა მომხიბლელიც იყოს, ხო? აქ სქესაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ასევე ქალებთან მე როდესაც ვუყურებ მარსის ნეგატიურ ასპექტებს, თან თუ აქ მამაკაცური პლანეტებია ჩართული მზე მაგალითად, ეს ხშირად ვაფრთხილებ ხა პირად რუკაში, როცა უფრო თერაპიულად გავდივართ, აი ხშირად მწერენ, სინასტრია უნდათ მაგალითად გააკეთონ, ხო ეს შეთავსების რუკა, პარტნიორული ურთიერთობები როგორ დაალაგნიან, სიამოვნებაში ჩვენ რუკაში ჩანს კარგად ყველაფერი. რა პოტენციალი გვაქვს პირად ურთიერთობებში და მე რო კინძავთ ხოლმე თქვა პარტნიორის რუკა, ჩვენი რუკა და რაღაცნაირად უკვე თვითონ და გაცნობი რომ ჯერ თავის რუკა ადამიანმა რომ მე პარტნიორის მორგებაზე იფიქროს, ან ჯერ ჩვენი თავი უნდა შევიცნოთ, შევისწავლოთ რომ მე სხვასთან დავამყაროთ ურთიერთობა და როგორც წესი ეგ საერთოდ არ უნდათ ხოლმე, ჩემთან არ არის პრობლემა, ჩემთან არ მოდიან ზოგადად ისე ადამიანურ ფაქტორს ვამბობ, უნდათ ხოლმე აბსოლუტურად რომ თვითონ არაფერი არ გააკეთონ, არაფერში არ გაერკვნენ და აი პარტნიორთან დაალაგდეს, აი ასტროლოგიურად გავიგოთ რა პოტენციალი გვაქვს. და პოტენციალი შეიძლება ძალიან კარგი იყოს, რომელიც ვერ გამოვიყენოთ და შეიძლება ძალიან ცუდი იყოს და უმი იყოს, მაგრამ მათ განვითარება ხდებოდეს, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის პირად რუკაში გარკვევა, საკუთარ თავში გარკვევა, მოდით ესე ვთქვათ, რაც მე მაგალითად ასტროლოგია ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ ახლა ჩვენი მარსიანული ენერგია ხართ მარტო ფსიქოთერაპიაზე რომ გავიაროთ ეს ვუნდებით რამდენიმე წელი, როცა რუკაში უყურებთ და უცებ შეიძლება გაცნობიერდეს, ხო, ეს მარსიანული ენერგია. და ქალებს როცა აქვთ აი ეს მარსი ჩართული, ძალიან ესეთი ქალი შეიძლება კონკურენტულ ბრძოლაში შედიოდეს მამაკაცებთან. მამაკაც აღიქვამდეს როგორც აი კაცები რომ ერთმანეთს აღიქვამიყავენ, თქვათ, ხო? ის კონკურენტებად, აი ესე შედიან ხოლმე ქალები და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გაცნობიერება მოხდეს, რა უბიძგებს ქალს ამ ყველაფრისკენ, ხო? რატომ სურს კონკურენციაში შესვლა, ბრძოლა, ხელების გადაგრეხვა, ხო? ფსიქოლოგიურად რომ არა მე უფრო მაგარი ვარ და აი ეს საბრძოლო ურთიერთობა, როგორც წესი მარს ახასიათებს, როცა მამაკაცურ პლანეტებს, ძირითადად მოდით ესე ვთქვათ, მზესთან განსაკუთრებით როცა არის ჩართული და მანდაც ძალიან მნიშვნელოვანი არის გაცნობიერდეს ეს, იმიტომ რომ მარსი ცოტა ნეგატიურ ასპექტებში მაინც მიანიშნებს, რომ ადამიანს სუსტი გონია თავი, სუდაჩაგრული გონია თავი არაცნობიერად და აი ამ აგრესიის დემონსტრირებით ცდილობს თავი დაიცვას. ოღონდ ეს არ ეხება მაინც სატურნი როცა არის მარსთან, იმიტომ რომ სატურნი პირიქით ეს არის შეკავებული ბრაზი, ეს არის შიში იმითისი, რომ მე რო ეხა ბრაზი გამოვხატო დავისჯები. არაცნობიერად არის ეს და პირიქით აქ უფრო მეორე პრობლემას ვაწყდებით ხოლმე რომ პირიქით უნდა გამოიხატოს ეს აგრესია. მაგრამ მაინც არის აქ რომ აი მე დავიჯები რას ნიშნავს რომ ესე იგი მე რო გამოვხატო ჩემი ბრაზი სადღაც სუსტი ვარ ამისთვის და აქაც მარსიანული ენერგია ამაზე გველაპარაკება როგორ შეგვიძლია დავიჭიროთ ეს ენერგია. მარსი როდესაც არის ასევე ნეგატიურ ასპექტებში შეიძლება ხოლმე პლუტონთან თუ არის ეს გადაჭარბებული სექსუალური ენერგიაც შეიძლება იყოს ან
მოპოვების და ბრძოლის ჟინი, მოდით ესე ვთქვათ, რომელიც უკვე გადადის რაღაც ისეთ დესტრუქციაში და სატურნთან პირიქით ეს არის ლიბიდოს გაჩერებასაც ვეძახით ხოლმე ზოგჯერ, რომ ეს შეიძლება იყოს ძალიან ღრმა კომპლექსები სექსუალურ ნიადაგზე, ან მამაკაცებთან ურთიერთობაში, ან კაცს თუ აქვს ესეთი სატურნთან შეერთება, ან ესეთ ასპექტებში უკვე ნიშნავს, რომ ესეთი მამაკაც კომპლექსები აქვს ძალიან სერიოზული. ოღონდ ყველა ვარიანტი რა მთელ რუკას უყურებთ მანდ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უკვე ესეთი მან მინიშნებები არის უკვე სერიოზული, რაზე უნდა იმუშაოს ადამიანმა, ხო? თვითონ ნიშნებს რაც შეეხება, მე მგონი ცოტა ზოგადად აგიხსენით, მარსი კი მაქვს ადრე ვიდეოები ამ კომბინაციებზეც, მაგრამ ვერტში მარსი საერთოდ ძლიერი მდებარეობა არის და ძლიერი რა კუთხით არის, რომ ვერძი თვითონ ენერგეტიკა ჩვენთან, აი როგორც ისე რო გითხრათ, ხა ასტროლოგია არის სიმბოლური ენა, ხო? ეს სიმბოლოები არის ყველაფერი, ეს ვერძი, კურა მაგალითად, აი ამ სიმბოლოებში არის მთელი ენერგეტიკული ველი გამთლიანებული ხოლმე. ყველა სიმბოლოს აქვს თავისი ენერგეტიკული ველი, მახასიათებელი, თავისი განზომილება, ესე რო ვთქვათ, სფეროების და აი როცა ვამბობთ ვერძს, უკვე გასაგები არის რა არის ჩაყრილი, ხო, ინფორმაციულად რას მოიცავს ეს ენერგია და ვერძი ჩვენთან მოიცავს სწრაფმოქმედებებს, მოიცავს აი თვითონ ენერგეტიკა, ინდივიდუალიზმი, რომ აი მე მარტო ვდგები და ვაკეთებ რაღაცას და არ მჭირდება ამაზე ბევრი ფიქრი, ლოდინი, დაკვირვება. რაღაცა კუთხით მარსი ვერტში ეს ძალიან ნაყოფიერი არის იმ მხრივ, რომ მარსის ფუნქციაც ეს არის, სწრაფი არის მარსი, საკმაოდ, ანუ სწრაფი მოქმედება ჭირდება მას და გამართლებაც აქედან მოდის, როცა მარსიანული ენერგია კარგად არის ამუშავებული და აი სწრაფად მე მინდა და არავის არ ვეკითხები და ისე ვაკეთებ რაღაცას, ხო? როგორც წესი, თვითონ ეს კარგად თავდაჯერებულობას იძლევა და აქ მარსის კომპლექსები მაინც არ შემოდის ხოლმე, ხო? რომ აი როგორც კურო მარს ახასიათებს მაგალითად ცოტა კომპლექსები, აქ მარსი ვერძი ძალიან თავდაჯერებული არის, ძალიან ძლიერად მყარად დგას, ძალიან ოპტიმისტურები არიან, რომ აი თქვათ მე რაღაცას ვაკეთებ და თუ არ გამოვიდა, არა უშავს, კიდევ ვცდი. ეს ოპტიმიზმი აქვს ძლიერი მარს ვერტს და ხშირად როგორც წესი ესენი ეს ხშირი არის ზოგჯერ თავის ტკივილებიც, იმიტომ რომ ვერტი თავის ზონას მართავს და მარსი ეს არის აი აგრესია, იმპულსი, რომელიც ან სიძარღვების პრობლემა შეიძლება იყოს სატურნთან ერთად თუ არის უკვე მარსი, მაგრამ ზოგადად მარსი იძლევა მეგობრებო, მაგალითად ტემპერატურების მატება, მაღალი სიცხეები, როგორც წესი მარსიანული ენერგია არის და როდესაც ტრანზიტში თქვათ მარსი ძალიან ისე კვეთს ჩვენ რუკას, შეიძლება იყოს მაღალი ტემპერატურები გქონდეს ადამიანს. აი ბავშვს თუ აქვს ხოლმე რაღაც ისეთ იმპულსური მარსი და ცოტა ისეთ რთულად შეიძლება აი ბავშვები რო არიან ზოგჯერ რომ აი ძალიან მაღალი სიცხეები ახასიათებთ, ხო? აი ესეთი რაღაცები მარსს უკავშირდება. მანქანა, თანამედროვე ტექნოლოგიებიც, ოღონდ ისეთ სატრანსპორტო ტექნოლოგიებს გულისხმობ, მარსთან არის დაკავშირებული და მარსი ვერტში ამ შემთხვევაში ცოტა სიფრთხილეც არის ხოლმე საჭირო, მაგალითად ვერძიმა იცის დაუფიქრებელი იმპულსური ნაბიჯები. უცებ სადღაც ჩავარდა მაგალითად ან რაღაცას დაეჯახა, ხო? ანუ ეს იმპულსური ენერგია არის ძალიან თუ არის დაკვადრატებული, თორე თუ არის ჰარმონიულად ესეთი ადამიანი არის ძალიან თავდაჯერებული და სხვების мотиваციასაც ახერხებს, ანუ სხვების დადრაივებას აკეთებს, მოკლედ ესე რომ ვთქვათ. მარსი, როდესაც არის ვერტში ქალის რუკაზე, ესეთ ქალს იზიდავს ძლიერი მამაკაცები, ძალიან ფიზიკურადაც ძლიერები, ათლეტურები შეიძლება ესე ითქვას, გააჩნია იქ რომ მოსახსრიად არ ასპექტებში, მაგრამ აი ზოგადად ძირი ესეთი არის ამ მარსის, რომ კაცი უნდა იყოს მისთვის ძალიან ცეცხლოვანი, ვნებიანი, მაგალითად, ხო, იმპულსური და ძლიერი შინაგანად. მაშინ თვითონ დაიწყებს დომინირებას მე, იმიტომ რომ აქ ამის ენერგია ქალ მარს ვერტს. კაცის შემთხვევაში ესეთი კაცები უფრო ძალიან მოპოვებაზე არიან ორიენტირებულები, უბრალოდ ვერტს ახასიათებს რა რომ მალე წინდება. თუ რაღაც ისეთი არის, ანუ თუ მოიპოვებს, უკვე იმას ანებებს თავს და ეს მარტო პირად ურთიერთობებს არ ეხება ნებისმიერ საქმიან სფეროში, მარსი დომინირებს აქ, ხო, საქმიან სფერო გულისხმობ. რაღაც მინდა რომ პროექტი გავაკეთო მაგალითად, ხო?
თუ მარსი კურო, აი ზუსტად დროში ჩაუჯდება, გაყვება, ამდენობის ნებსყოფა მარს ვერც არ აქვს. სწრაფად უნდა გაკეთდეს. ხარისხიანად უნდა გაკეთდეს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს, აი იმპულსი თუ ჩაქრა უკვე აღარ მოქმედებს ესეთი მარსი. ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ ეს არის ენთუზიაზმისტის და იმპულსურობის ენერგია, რომელიც აქ მარსი ძალიან კარგად ავლენს თავს. პირველი სახლი ეს ჩვენი სხეული არის, მეგობრებო, ჩვენი ვიზუალი და ჩვენი იმუნური სისტემა, სხვათა შორის ეს სხეული როგორ ფუნქციონირებს თვითონ. აქ პირველ სახლს ვუყურებთ ხოლმე, მარსმა იცის ცოტა ტრავმებისკენ მიდრეკილებას პირველ სახლში, ან ძალიან აქტიურად, აგრესიულად შეიძლება გამოხატავდეს ადამიანი თავს, შეიძლება ენერგიულად გამოხატავდეს თავს და არა აგრესიულად მარტო, როგორც ახლა მარსი ვერძები ძალიან ენერგიულები არიან, სულ არ მჭირდება როკის ნახვა, აი ქალი იქნება თუ კაცი, რომ შევხედავ და როგორც კი ვხედავ, რომ რაღაც ვერძული იმპულსი არის და აი რაღაც ისე უხეშად ან ცოტა აქტიურად შეიძლება ან დადიოდეს ან რაღაცას აკეთებდეს, გასაგებია რომ ეს მარსი არის აქ ვერძული, ეტყობათ და კაცებს განსაკუთრებით ეტყობათ, იმიტომ რომ კაცი აი ქალებს თუ უფრო ვენერა გვეტყობა და ნუ მთვარე უფრო შინაგანად, მაგრამ გარეგნულად, ენერგეტიკულად ჩვენ უფრო ვენერა გვეტყობა, კაც უფრო მარსი ეტყობა და ძალიან ესეთი ის არის, ძალიან ადვილი შესამჩნევია, ვინც ახლა ნიშნებში ერკვევა კარგად, აღნაგობაც კი კაცებს მარსიანული აქვთ, აი ვიზუალიც მარსიანული აქვთ, ვიზუალს არ გულისხმობ სახის ნაკვთებს, ეს ასციდენტის ენერგია არის, აი უფრო წყობა სხეულის მაგალითად. ხო? ენერგეტიკა ძალიან ჩანს. ახლა მაგალითად მარსი ტყუპებში მყავს. მე მგონი მეტყობა. აი ეს ენერგია, განტვირთვა ენერგიის ხდება საუბარში ან დაკვრაში მაგალითად, ხო, თითებს მართავს ტყუპები აქ, ხო? და ეს არის ენერგიის განტვირთვის ადგილიც ამავე დროს და ფიზიკურად ახლა როცა ან ვერტში არის, ან პირველ სახლში არის, ადამიანის განტვირთვა ხდება, როცა ის ფიზიკურად არის დატვირთული. ბევრს დადის სუფთა ჰაერზე მაგალითად, ბევრს მოძრაობს, ან ვარჯიშობს, ან პირველი სახლი როგორ აი აქტიურად გამოხატავს თავს. აი ეს თუ არ ხდება, მერე ან თავის ტკივილები შეიძლება ქონდეს ადამიანს, ან თავის ზონაზე არ ტყამდეს მაგალითად ეს ენერგია, ხო? ან ფიზიკურადაც არ ტყამდეს. რაღაცა კეთეთ, შეიძლება ტრავმებისკენ მიდრეკილება იყოს, ხო, პირველ სახლში მარსი კლასიკური ფორმულა არის შრამები, მაგალითად ნაიარები, უფრო სწორად სახეზე, შეიძლება ეს ძალიან დამახასიათებელი შეიძლება იყოს ეს მარსი პირველ სახლზე და მისი პოზიტივი ეს არის აქტიურობა, იმპულსურობა, გაბედულება ძალიან დიდი. მინუსი ეს არის თუ არ ახერხებს ადამიანი ამ ენერგიასთან მუშაობას, არ გამოხატავს. ის ან დაძაბული ხდება, ან აგრესიული ხდება, გაღიზიანებული ხდება, ანუ გვიბრუნდება მარსიანული ენერგია უკან და გვარტყამს მერე ჩვენ. ანუ მარსი სადაც ყავს, აქ აუცილებელი არის ენერგიის განტვირთვა, ენერგიის აი გამოშვება, ესე რომ ვთქვათ, ხო? და მერე ის უკან აღარ გვიბრუნდება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კუროში მარსი, მეგობრებო, სუსტი მდებარეობა იდეაში ამ მარსისთვის, იმიტომ რომ კურო ეს არის ვენერას სამფლობელო, ეს არის დიპლომატია, მოთმინება, სიმშვიდე, ეს არის ბევრი დიდხანს დაფიქრება, სანამ მოქმედებას მოვახდენთ და კლასიკური ფორმულა არის, რომ შეიძლება ის იყოს ძალიან, აი მამაკაც თუ მარსი კურო ყავს, შეიძლება იყოს დაკომპლექსებული, რომ მე სადღაც სუსტი ვარ, მე სადღაც ვერ დავიცავ თავს, სადაც დასარტყმელია, მე შეიძლება იქ რაღაცა კეთილი სიტყვა ვთქვა და მეცადე დიპლომატიურად მოვაგვარო რაღაცები, ხო? და შესაბამისად ის მათ შეიძლება კონდეთ განცდა, რომ მე ვიჩაგრები სადღაც მაგალითად, ხო, მე სადღაც არ ვარ ისეთი ძლიერი, როგორც ხვები. ან პირიქით შეიძლება იყოს დაინახოს როგორც ძალა საკუთარ თავში, როგორც ამტანობის. კურო ძალიან ამტანი არის. ადრე ერთ ვიდეოში ვთქვი, მუჰამედ ალის ყავდა ეს მარსი კუროში. და როდესაც ბრძოლაში შედიოდა, აღმოჩინა, რომ რამდენიც არ უნდა ერტყათ, ის იტანდა ამ დარტყმებს და მერე იწყებდა ბრძოლას და ამითი იგებდა. ანუ რეალურად ამტანობით იგებდა ბრძოლებს და ის რა არის იცით, აი როცა ვამბობთ, რომ ეს არის სუსტი მდებარეობა ნიშნის, აი იმას თუ მოდი ასე ვთქვა დავამუღამებთ, სად მუშაობს
ნიშანი იქ უკვე თავდაჯერებულობა მოდის და სიძლიერე. ანუ სუსტი კი არ არის ნიშანში. უფრო ჩვენ გვიჭირს იმ ხარისხის აღმოჩენა, რაც სამ დროს დევს ჩვენში, ხომ? და მე ნენელა მოდის თავდაჯერებულობა, მარსი კურო ძალიან ამტანი არის, ძალიან დინჯი არის, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტი შეიძლება მათთვის იყოს იარაღის როლა, იმიტომ რომ ზუსტად ეს მოთმინება, სიდინჯე, დაკვირვებულობა აძლევს ამარს გამოხატოს თავისი აგრესია და ძალიანაც განტვირთვას ახდენენ ხოლმე, როცა იარაღთან აქვს კაცებს განსაკუთრებით კავშირი ამ შემთხვევაში და ახდენენ სრულ განტვირთვას. ანუ როცა ენერგეტიკულად რაღაცნაირად განტვირთ, აი ვერძი თუ ეს არის, აი ბადის და კლასიკური ფორმულა არის სამხედროებს ჰქონდათ ხოლმე მამაკაცებს მარსი ვერძი, ან მარსი მორიელი, ხო, ესეთი მთავარი ესეთი დრაივი ენერგიები არის, მაგრამ მარსი კურო ნენელა ხვდება, რომ მისი ძლიერი მხარე ეს არის დიდი მოთმინება, დიდი ამტანობა, პრაგმატულობა და სხვათა შორის დიპლომატიურობა, იმიტომ რომ ესეთი მარსი არ დაიწყებს ეგრევე ჩხუბს და ესეთი მარსი ცოტა ესე დიპლომატიურად ვენერას ღვთის დამახასიათებელი თვისებით ეცდება მოაგვაროს კონფლიქტები. ამიტომ უფრო დიპლომატიური კონფლიქტების მოგვარება არის, როცა მარსი ვერძე უნდა გაუშვა პირდაპირ კონფლიქტში. მისი ძლიერი მხარე არის იჭხუბოს და ამტკიცოს თავისი და წავავიდეს და მარსი კურო დაამტკიცებს ესე რბილად, კეთილად და ასე შემდეგ. ხო, თან ერთი მინუსი შეიძლება იყოს გააჩნია აქ ასპექტებში, შეიძლება ერთ მიხვდეს კარგა ხანს. რაღაც თუ არის საწყენი. მეორე სახლ მარსაც ეს ახასიათებს, შეიძლება დიდი ხანი ვერ მიხვდეს, იმიტომ რომ კურო ცოტა გვიანი ქოქება, მერკურის სხვათა შორის ესე მუშაობს. კუროში გვიან ხვდება და ეს არის ერთ-ერთი კომპლექსი მათი, რომ აი მე გვიან ხვდები, გვიან ვიწყებ რეაგირებას, უკვე ყველაფერი რა დამთავრებული არის, ხო? მაგრამ პოზიტივი ხო გითხარით, რომ აი ვისაც არ უყვარს ესეთი აგრესიული ადამიანები, ან კონფლიქტური ადამიანები და ოკეი არიან მარსი კუროებთან, ხო? თუმცა შეიძლება გამოვლინდეს პასიური აგრესია. მამაკაცებთან განსაკუთრებით პასიური აგრესია, თან იქ თუ ვენერა არის ჩართული, უკვე აგრესია ქალების მიმართ, გაღიზიანება, რომ ეს სადღაც სუსტი ვარ და ვიჩაგრები და ვიყო მე ესე პასიურ აგრესიაში, ეს კმენები, ხო იცით, პატარ-პატარა ესეთი პასიური აგრესიები რაღაც ვაიმე რატო გასუქდი ესე ტიპიური პასიური აგრესია არის, ხო? ან იტყვიან ხოლმე საქართველოში განსაკუთრებით რა მოხდა ისეთი რომ ვერ გათხოვდი და რაღაც ესეთი ბანალური თემები, მე კი არ მყავს ირგვლივ არავინ ესეთი ვინც ესე მეტყველებს, მაგრამ იდეას ყვები. აი ეს არის პასიური აგრესია და ესე ვამბობ, ვიღაცას მარსი ყავს გაქცეული, როდესაც აი ესეთ რაღაცებს გეუბნებიან რა, კმენებით რო გეუბნებიან, ეს არის რომ რაღაც საკუთარ აგრესიას ვერ ერევა ადამიანი და გადატანას ახდენს გარემოზე, რომ მოხდეს რაღაცნაირად გასუფთავება მისი, ხო, ეს დაპრესილი, დაგროვილი მარსიანული ენერგია გასუფთავდეს ცოტა და პასიური აგრესია, ну, ყველაზე პრიმიტიული გზა არის გასუფთავების, ხო, ენერგეტიკულად. და აკაცოდნა უნდა მეგობრებო, აი ხა როცა მაგალითად თუ არის პასიურ აგრესიაში ვინმე ადამიანი თუნდაც ჩემს მიმართ ხარ, ეს ეგრე არ ხდება ხოლმე, შეიძლება ხდება და არ ვაქცე ყურადღებას, არ ვიცი. მაგრამ ну, ეგრევე უნდა იქ უკვე გასაგები არის, ხო, რომ რაღაცების პირადი პრობლემები არის და ჩვენთან არ არის ხოლმე კავშირში და ამას მაინც უბრალოდ გაცნობიერება და დაკვირვება უნდა ხოლმე. მე მაგალითად ყველანაირად ვცდილობ საერთოდ არ მქონდეს ურთიერთობა პასიურ აგრესიულ ხალხთან, იმიტომ რომ ვერც უშველით ვერ განტვირთავ მის აგრესიას და უბრალოდ გაყრიან შენთან, რა საჭირო არის აზრს ვერ ხედავ, ხო? ამიტომ გაითვალისწინეთ ესეც. კურო არის ფინანსების ენერგია და მე გითხარით რომ მარსი ეს არის სადა გვაქვს ენერგია მიმართული და ეს არის რომ მარს კუროს ძალიან ჭირდება სტაბილურობა, კომფორტი, ფინანსური, მეორე სახლშიც ესე ვლინდება, უბრალოდ მეორე სახლი როგორ არის, მეორე სახლი ჩვენთან ასტროლოგიაში იგივე კუროს სახლი არის და აქ ფინანსურად ბევრი ბრძოლა უწევს ადამიანს რომ ფული კონდეს, ან უხეში მუშაობა შეიძლება უწევდეს მარსიანული ენერგია არის, ხო, აი ფიზიკური მუშაობაც შეიძლება
შეიძლება მოუწიოს მაგალითად, ხო, რომ ფული კონდეს სიტყვაზე, ან ძალიან ბევრი ბრძოლები ფულის გამო. ახლა თუ რაღაც ბიზნესი აქვს ადამიანს, შეიძლება აი ყოველი ფინანსური ნაწილი რაღაც დიდი ესეთი ბრძოლის შედეგად მოგვარდეს სიტყვაზე, ხო? ანუ მარსი ბრძოლა არის, ომი არის ასევე, ეს ომის პლანეტა არის ზოგადად. ის ენერგია არის, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ თავი დავიცვათ, ან თავი დავისხათ ვინმეს. ესე რომ ვთქვათ. და ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ვიბრძვი ფინანსური სტაბილურობისთვის, აი ეს ეხლა თუ არის ვერძი მარსი, რომ მე ვიბრძვი ჩემი თვითგამოხატვისთვის, კურო იბრძვის სტაბილურობისთვის, ხო? აი ეს მთავარი სკილები რო გითხრათ ახლა, როგორ მუშაობს ეს კომბინაცია. როცა არის მარსი ტყუპებში, ხო? მარსი ტყუპები, ეს არის ძალიან ესეთი, აი მერკურის სამყაროა, ხო, ტყუპები და ეს არის ინტელექტუალური მარსი. აი, იხარჯება ენერგია, გინდ სექსუალური იყოს, გინდ ფიზიკური ენერგია იყოს, გინდ ემოციური ენერგია იყოს, ხო? აი ეს რაღაც ესეთი შინაგანი ღელვა ენერგია მაგალითად იხარჯება საუბარში. კომუნიკაციაში. თქვენ რო იცოდეთ, მე ყოველდღე რამდენ ადამიანს ველაპარაკები ტელეფონით, მარსი ტყუპი. გაგიკვირდებათ და რამდენ ინფორმაციას სერჩავ, რამდენ იმას ვეძებ ინფორმაციის წყაროებს მაგალითად, ხო? დილას რო თენდება ჯერ ანალიტიკას უსმენ პოლიტიკურს, მერე თან ესე რა, სწრაფად რა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაგმონიშნული ამათ უსმენ, მერე ვუსმენ ესეთ ფსიქოლოგიურ ვიდეოებს, რაც მემჭირდება და რასაც ვსწავლობ, ხო? და ანუ მერე რო იწყებ რაღაცების დასერჩვას, თქვა რაღაც ერთი სიტყვა საინტერესო არის და მერე კიდე ამაზე, ანუ მთელი ენერგია იხარჯება კომუნიკაციაში მარსი ტყუპისთვის, ან ურთიერთობებში. მაგალითად იმას ველაპარაკები, ამას ველაპარაკები, ვცვლით ინფორმაციას. აი ეს კომბინაცია მარსი ტყუპი არის. ინტელექტუალური ადამიანები არიან მარსი ტყუპები, ანუ მათი ენერგიული დრაივი ეს არის ინფორმაცია, კომუნიკაცია, ეს არის სწრაფი ანალიტიკა. მაგალითად, ახლა სულ მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ ჩქარა ატარებ და ჩქარა კი არ ვატარებ, სწრაფად ვიღებ ინფორმაციას გარეთ რა ხდება. შესაბამისად, ესეთი ჰაეროვანი და ჩქარი არის მარსი ტყუპი, დრაივი მოდის, მაგალითად, აი ინფორმაცია უცებ გავიხედე ის მანქანა ვიცი რას აკეთებს ეს, რას აკეთებს იქ, ანუ ყველაფერს უცებ ჰაერში იჭერს, ხო, ინფორმაციებს, ესე მუშაობს ეს მარსი. ნეგატივი არის სასუნთქზებზე შეიძლება იყოს პრობლემები, ან ბრონქების პრობლემა, იმიტომ რომ სასუნთქზებს ტყუპები მართავს ზოგადად და ეს მარსი თუ არის შიგნით ჩაბრუნებული და არ ხდება, აი მაგალითად არ ლაპარაკობს ადამიანი ბევრს, ან არ აქვს ურთიერთობები გარემოსთან, ან ინფორმაციასთან არ მუშაობს, ეს გროვდება ეს ენერგია. სხვა შორის მარსი აგრესია არის და ტყუპები ზოგჯერ სიტყვიერ აგრესია შეიძლება გამოავლინოს ადამიანს, გალანძღოს კარგად ვიღაცა, ანუ ომი ინტელექტუალური. აი ეს არის მარსი ტყუპი. ბრძოლაში შედის, აი მიაყრის სიტყვებს ადამიანს სწრაფად, ძალიან სხარტად და ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვთ მარს ტყუპებს. მესამე სახლშიც გარკვეულწილად ესე მუშაობს, რომ ეს არის რაღაცა ძალიან დაქოქილი, სწრაფად მოაზროვნე ადამიანი, ძალიან ჭკვიანები არიან მარსი ტყუპები, აი ისეთი მოქნილი ჭკუა, მოქნილი აზროვნება და სხვა შეს ქალებსაც მოსწონთ, მამაკაცები, ინტელექტუალები. ეს არის მთავარი, აი საუბარი, ლამაზად უნდა საუბრობდეს მამაკაცი ან ქალების შემთხვევას გულისხმობ. აი იქ ის იმპულსი მოდის, როცა ადამიანი რაღაც ძალიან ინტელექტუალურია და ლამაზად ავლენს თავს მაგალითად, ხო, ინტელექტუალურად საუბრით. აი აქ შეიძლება დატრიგერდეს ქალი და კაცის შემთხვევაში ის ავლენს ძალიან კარგად თავს მედიაში ზოგჯერ ხალ ძალიან ბევრი ვიცი. ეგრევე ეტყობათ, ანუ კაცი რომელიც ძალიან ჩქარა ლაპარაკობს, თავისუფლად ლაპარაკობს, ძალიან ესე ან რაღაც კარგ საინტერესო ანალიტიკურ რაღაცებს წერს მაგალითად, ხო? ან წერაში გამოხატავს თავს, როგორც წესი, ეს არის ხოლმე დიდი ნაწილი მარსი ტყუპების. ან მარსი მესამე სახლი, ინფორმაციის სწრაფად მოძიება, სწრაფად გავრცელება. ჟურნალისტებისთვის დამახასიათებელი მდებარეობა არის. ასევე აგრესია, კონფლიქტები, როგორც წესი,
შეიძლება ნათესავებთან გამოვლინდეს დაძმასთან, იმიტომ რომ ტყუპები ჩვენთან სანათესაოსფეროა, უახლოესი გარემოცვარი და მარსის ენერგია თუ არ არის განტვირთული, ეგ შეიძლება დახოცოს ყველა. სიტყვით არ ჭირდება იქ. მარსი ვერძი თუ რაღაც ხმლის ქნევაში ავლენს თავს მარსი ტყუპისთვის, იარაღი ეს არის ენა. მესამე სახლშიც იგივე ეს ავლენს, ხო? მთავარი იარაღი არის ენა. ინტელექტი, საუბარი, კომუნიკაცია და აი ეს რაც გითხარით ხელები, ხო, ხელებს მართავს ტყუპები, მთავარი ენერგია მე ხა მაგალითად აი საჭერო მიჭირავს ხელში, ხო, აი ისე ვარ რა, ძლიერად გრძნობ თავს, იმიტომ რომ ხელებში გრძნობ ძალას, რასაც ხელებით მართავ, ის არის უკვე ჩემი, ხო, რაღაცნაირად იმას მართავ კარგად, ეს არის აი ხელებში ძალას რო გრძნობ, მარსი ტყუპები, მარსი მესამე სახლი, მარსი მერკური ერთად მარსი მერკური შეერთება მაგთან. ეხა გამახსენდა. ხო, იგივე кейსი არის, როგორც ტყუპები რო იყოს მარსი, მერკური და მარსი ერთად, ეს არის ძალიან სწრაფად მოაზროვნე ადამიანი, ძალიან აგრესიული კომუნიკაციაში უკვე მარსი მერკური, სწრაფი იმპულსური ფეთქებადობა და სწრაფი იმპულსური, აი უცებ რო აფეთქო, მე მახასიათებს ეს, უცებ გადავოჭკუიდან, უცებ ვიჩხუბებ და მე ვარ გვასაქმეს, რატო ვიჩხუბე. ფაღად იუმორისტულად ეხა ტყუპები არ არის ისეთი დრამა, რო რაღაცა დამძიმოს და იქ რაღაცები. ბერძული ენერგია, ანუ მარსიანული ენერგია, ეხლა სადაც არ უნდა შემოდის, ეს ხო მარსიანული ენერგია არის, ხო, ბერძული. ეს არ არის მეგობრებო ბოღმა, რაღაცა, აი ჩახვევა, ეს არის იმპულსური, უცებ ავფეთქდი, ვიჩხუბე და მე ვარ რატო ვიჩხუბეთ? რა ხდებოდა? მეორე წუთას არ გვახსოვს. აი ეს არის მარსიანული ენერგია. თუ იქ პლუტონი შემოდის, ის უკვე გვახსოვს, კი არა, მთელი ჩვენი ენერგია მიდის სტრატეგიაზე, ეს ბრაზი რაღაცნაირად ეს შური ვიძიოთ ამ ბრაზით, ხო? ეს უკვე საერთოდ სხვა ენერგია არის, მაგრამ მარსი ტყუპი ზოგადად ესე ავლენს თავს ინტელექტუალურ ბრძოლაში. მარსი კირჩხიბი, მეგობრებო, აბსოლუტურად სხვა ენერგია არის. აქ კირჩხიბი ჩვენთან ცოტა მორიდებული არის, ფსიქოლოგიური არის ძალიან, ეს არის მგრძნობიარე ნიშანი და მარსი აქ ავლენს თავს მორიდებულად პასიურ აგრესიასაც აქაც გულისხმობთ ხოლმე, კირჩხიბი ჩვენთან მაინც არის უფრო უსაფრთხო გარემო რო ჭირდება ადამიანს, რომ იმოქმედოს, ან აგრესიაც გამოავლინოს, აი უსაფრთხო როგორ იცით, ახლა მაგალითად მარსი ტყუპი თუ შევარდება ეგრევე ან ვერძი და ყველას გაეცნობა, ყველასთან კონტაქტზე გავა, ხო და მარტივა ძალიან ესე სუბუქად მარსი კირჩხიბი ჯერ დააკვირდება ყველას, რამდენად უსაფრთხოა ეს ხალხი მისთვის, რამდენად არ იქნება ეს უცხო გარემო, ანუ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მოქმედებს იქ, სადაც არის შინაურული გარემო, ყველაზე ზრუნავენ მაგალითად მარსი კირჩხიბები, აი სამსახურის სფეროც, ხო? აი ზრუნველი მარსი არის, ენერგიას ავლენს ზრუნვაში. აი შეიძლება ფსიქოლოგიური ზრუნვა იყოს, შეიძლება ფიზიკური ზრუნვა იყოს, ამაში ავლენს თავარ ენერგიას მარსი აქ და ნიშნულოვანი არის აი ამ ენერგიის დაჭერა, ხო? აქ რომ ზოგჯერ არის ნერვიული დაძაბულობებიც, იმიტომ რომ აგრესია მიმართულისაა, ეხლა კირჩხიბი ეს არის ნერვული სისტემა, ეს არის ემოციური გადაწვაც ხდება ხოლმე ზოგჯერ, როცა აი ძალიან ესეთი სტრესული გარემო თუ არის მარსი კირჩხიბი აქ ცოტა იკეტება და უჭირს ამ სტრესის გადალახვა, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ თუ ახლა იქ არის რაღაც ისეთ მნიშვნელოვანი რომ ან ჩემი გარემო უნდა დავიცვა, ან ჩემი თანამშრომლები უნდა დავიცვა, იქ საკმაოდ მამაცი, იმიტომ კარდინალური ჯვარი არის მაინც ახლა კირჩხიბი და საკმაოდ ისეთ აგრესიულ ბრძოლაში შეიძლება შევიდეს, მაგრამ მარსი კირჩხიბში უფრო ფსიქოლოგიურად მუშაობს. ეს ადამიანი ენერგიას მიმართავს დაფარულის დასანახად, აი ადამიანებთან ურთიერთობაში აკვირდება, შეიგრძნობს მაგალითად, ხო, შეგრძნებებზე უფრო არის ორიენტირებულია ეს მარსიანული ენერგია და მისთვის მთავარი წყარო ახლა ქალის შემთხვევაში, ხო, როგორი კაცები მოსწონთ, უნდა იყოს გრძნობიარე, თბილი,
ემოციური, მზრუნველი უნდა იყოს, ხო, პირველ რიგში, იქ შემოდის ეს სექსუალური ენერგია, ხო, რამდენად არის კაცი უფრო კირჩხიბისთვის, რაღაც კირჩხიბული ენერგეტიკა უნდა დაიჭიროს ამ ადამიანში, რომ ის დაინტერესდეს და კაცის შემთხვევაში ეს არის მას ჭირდება ისეთი გარემო, სადაც იქ ბრძოლა და ის კი არ არის აგრესია, პირიქით, არ უყვარს მარს კირჩხიბს აგრესიები, თავდასხმები მარსი ვერძისგან განსხვავებით მაგალითად მისთვის მშვიდობიანი ოჯახური გარემო ოჯახური ხა დედა და მამა მიჯდეს გვერდზე კი არ გულისხმობ ოჯახურს აი რაღაცა ოჯახური ატმოსფეროს მაგვარ ენერგიაში რო შევდივართ ეს შეიძლება იყოს ადამიანი მე მაგალითად მერკური მყავს კირჩხიბში და უბრალოდ არ საუბრობ ისეთ ადამიანთან, რომელიც კომფორტს არ მიქმნის ურთიერთობაში, ხო? აი კომფორტი რას გულისხმობ, რომ აი უნდა იყოს ძალიან ისეთი გრძნობიარე, ემოციური მაგალითად, გრძნობიარე კომუნიკაციაში, ხო? უნდა გრძნობდეს ინფორმაციას, რომ ვიცახი და მარსი ეს არის მოქმედება. მე მოქმედებ მაშინ, როდესაც მე მგრძნობენ ჩემი ესმით და მე მათი მესმის, ანუ ეს ენერგია აკავლენს თავს, ხო, ესეთ მაქსიმალურად. ერთი მინუსი აქვს მარს კირჩხიბს და მეოთხე სახლიც იგივე, როგორც მეოთხე სახლი ეს ჩვენი დედის სახლი არის, ჩვენი ოჯახის სახლი არის და მანდ უფრო გულისხმობთ ხოლმე, რომ ოჯახში ქალები მარსიანული ტიპები არიან, აქტიურები, აგრესიულები და დრაივერები, ლიდერები, ისე რო ვთქვათ, ხო? და კირჩხიბში ზოგადად შეიძლება აგრესიები, კონფლიქტები იყოს ან სახლის გამო, ოჯახთან დაპირისპირებები, მაგალითად, პერიოდულად შეიძლება ეს გამოვლინდეს, გააჩნია აქ ასპექტებს, ამით ხედავთ ხოლმე მაგალითად, რა შეიძლება მოიტანოს მარსმა, ხო? იმიტომ რომ ყველა ნიშანში ეს პლუს აგრესიაც არის გარკვეულწილად. აქ მინდა რომ გავჩერდეთ, მეგობრებო, იმიტომ რომ მეც ახლა უნდა გავიდე. დიდ მოგზაურობაში მივდივარ ისევ და შემდეგ ჩართვებში გავაგრძელებ მარსის მდებარეობებზე სრულ ციკლს და აბა იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო და ველოდები ხოლმე კომენტარებს ძალიან და დროებით მაშინ